არ მინდოდა. ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ეს ყველაფერი. ფოთაშორის ხატოში ორიანი მყავდა, ამასაც მოგიყვებით, რატომ რა მიზეზი და ასე შემდეგ. მე მაგალითად ნებისმიერ ფირმაზე შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, რომ მაგარი სირობა აქვს. კიდევ ერთს ვერაფერს ვერ მეტყვის. ხოდა ნუ შემეშინდა იმ დროს და უცბად ამ გამოფენის მერე ჩემი ხატვის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. თვალებში და ყურებში ჩააფსეს და ამით დაამთავრეს ეს ყველაფერი. შემდეგ ამ ბლოგერებს რაც უნდათ მერე ის უთქვია. ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ბევრს გონია და ეს ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებ, ყოველივე ეს დაგროვილი გამოცდილება, რასაც დღეს გაგიზიარებთ რაღაც ცხოვრებისეულ ეპიზოდებსაც და ჩემი პირველი კამერის სიყვარული, ფოტოგრაფია, ვიდეო, ამ ყველაფერს ახლა მოგიყვებით. ცოტა უკან დავბრუნდები. ფოტოგრაფია, ხატვა, მე რო ხატავ, ბევრმა იცით. და სხვათა შორის ხატოში ორიანი მყავდა, ამასაც მოგიყვებით, რატომ რა მიზეზი და ასე შემდეგ. როგორ დავიწყო პირველად ფოტოების გადაღება, დაბეჭდვა სურათების, როგორ შემეშინდა პირველად. კარგი, თავიდან დავიწყებ ამ ყველაფერს და ესე მოვყვები და მოვყვები. ეს დაიწყო ძალიან ისე შორეულ 80-იან წლებში, პატარაობის ასაკიდანვე. კამერა თავიდანვე მიყვარს, ფოტოგრაფია. ვიდეო უფრო მერე შემოვიდა, ადრე ძალიან ფუფუნება იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერსაც მოგიყვებით. დაახლოებით 12-13, შეიძლება ცოტა მეტი, ან 14-15. დაახლოებით ესეთი პერიოდია. პარალელურად სკოლასთან ერთად დავიწყე სწავლა ხელოვნების სკოლაში, ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა იყო. და იქ გავდიოდი ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ხელოვნების ისტორია, მუსიკაც კი შედიოდა, მართალია ძალით ვსწავლობდი მუსიკას, იმიტომ რომ მაძალებდნენ ესე ვთქვათ და მუსიკა მერე უფრო შემიყვარდა, მაგრამ ნოტები დღემდე არ ვიცი, მოსმენთ პროსტა როცა მინდა რაღაცას ვაწყობ ხოლმე. უბრალოდ იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ხატვა მიყვარდა, ქანდაკება, გრაფიკა და მსგავსი რაღაცები და მუსიკა პროსტა შედიოდა და ძალით მასწავლდნენ. ესეც ცოტა შემდგომი თემების და შემდგომი ვიდეოების ამბავია, ამასაც მერე და მერე მოგიყვებით, თუ მაინც და მაინც ძალიან არ დაგრუზავთ ეს ყველაფერი. ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან კარგად მიმდინარეობდა ყველაფერი, იმიტომ რომ რაც მე მიყვარდა, იმას ვაკეთებდი, ხატვა, ფერწერა, გრაფიკა, ხელოვნების ისტორია, აბსოლუტურად ყველაფერს გენიალური მასწავლებლები მყავდნენ და ძალიან მიყვარდა მოკლედ იქ სიარული, ცოტა შორი იყო და იმ დროისთვის უტრანსპორტობა და ეს ყველაფერი ძალიან ჭირდა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემებს ძალიან ესე ვთხოვდი და პატარა ვიყავი ფიზიკურად და ხან დამყვებოდნენ, ხან მე თვითონ დავდიოდი და შორს იყო ძალიან და ცოტა არ იყოს ისეთი, მოკლედ ამაზე აღარ დაგრუზავდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ხატავდი ბავშვობიდან და პარალელურად ამავე სკოლაში ვსწავლობდი, ჩვეულებრივ სკოლაში არ ვამბობდი ამ ყველაფერს, იქ რომ ხელოვნების სკოლაში რომ ვსწავლობდი. არ ვიცი რატო, ჩემებსაც ვთხოვე რომ არ ეთქვათ და მიზეზი დღემდე მართლა არ მახსოვს ნამდვილად. უბრალოდ სკოლაში არ ვამბობდი. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ხატვაში მყავდა ორიანი. მიზეზი ძალიან კარგად მახსოვს. იმ დროიდან გამომდინარე 80-იანი წლებია ეს ყველაფერი და ჯერ კომუნიზმის დროა და პიონერები და ესეთი რაღაც სიტუაციები იყო და სხვათა შორის პიონერიც არ ვიყავი. ხო იცი, ხელოვნების ხალხი ცოტა ისეთები არის. მეც არ ვიყავი გამონაკლისი და ხატვის მასწავლებელმა თქვა, პიონერი დამიხატებ, რაღაც დღესასწაული ახლოვდებოდა და პროსტა ავდექი და უთხარის შეკვეთებს არ ვიგებ მეთქი და არ დავხატავ მეთქი და რასაც მე მინდა იმას დავხატავ მეთქი და რაღაცა ისეთი დავხატე რა, ბუნება, პეიზაჟი და მე მანქანა მივახატე, მანქანების ხატვებიც ძალიან მიყვარს. მოკლედ ისე მოხდა, რომ ეს მასწავლებელი ძალიან გაბრაზდა, იმიტომ რომ იმ დროს, ეხლა ისეთი დრო იყო, კომუნიზმი და ბრძანებლობის ტონი იყო და რაღაცა და მე რომ ესეთი ის გამოვხატე, რა ქვია, ესე ცივი უარი პიონერი არ დამიხატავ, იმ დროს პიონერი წმინდა ხატი იყო რა, მოკლედ.
ხო და ისე გაბრაზდა, რომ საბოლოო ჯამში ორიანი გამომაყოლა. ხო, მე როგორც გითხრათ, პარალელურად ამ ყველაფერს არ ვამბობდი სკოლაში, ხელოვნების სკოლაშიც რო ვსწავლობდი პარალელურად. და ეს ყველაფერი ესე გაყვა და მოვიდა წლის ბოლოც და უცბად ისეთი სიტუაცია მოხდა, რომ იქით ხელოვნების სკოლის მასწავლებელმა ჩვენ იქ ვინც სწავლობდა იქ ფაკულტეტზე, კურსზე, ერთი ესეთი სურვილი წარმოაჩინა, რომ მოდი გამოფენები მოვაწყოთო თქვენ სკოლებშიო, თქვენი პერსონალურიო. და ჩემ სკოლაში, ჩემს გარდა მეტი არავინ არ სწავლობდა, ანუ იქ ხელოვნების სკოლაში. ხო და აღმოჩნდა ისე, რომ ჩემ სკოლაში გაკეთდა ჩემი პერსონალური გამოფენა. შევაგროვე ნახატები, უცბად ჩამოუვარე ჩემი უსაყვარლეს ფავორიტ ნახატებს, რომელიც ყველას ძალიან მომწონდა, წავედი ჩამოვიარე იმ დროს ძალიან ესეთი ყველაფერი ფუფუნება იყო, ჩარჩოებში ჩასმა ძალიან გაჭირდა. არ ფიზიკურად არ იყო, ძალიან ძნელი იყო შოვნა და ეს რამოდენიმე ალბათ ერთი 50 ნახატი თუ არ ვცდები, შეიძლება უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ჩავსვი ჩარჩოებში და ძალიან სწრაფად მოხდა, იმიტომ რომ ერთ კვირაში უნდა გაკეთდესო ეს პერსონალური გამოფენაო შენ სკოლაში, მანამდე იქ მზადება უნდა წავიდესო, კედლებზეო რაღაცეები დაიკიდოსო. მოკლედ, ხო ხდებით გამოფენაზე ნახატები, ლურსმები რაღაცა მომზადება უნდა ყველაფერს კორიდორში და როგორც იქნა მომზადდა და ძალიან ცუდი ამბები მოყვა ამ ჩემ გამოფენას. ჩემთვის ძალიან უსიამოვნო ფაქტიც. არ მინდოდა, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ეს ყველაფერი. ამ გამოფენის მერე ჩემი ხატვის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. რატომ? იმიტომ რომ აი ესეთი სიტუაცია იყო. ბავშვიო, ხატავსო, ესეთი ნახატები აქვს, სკოლის დირექტორმაც კი არ იცოდა. ვაფშე არავინ არ იცოდა. ჩამოიარეს მე როგორც აღმოჩნდა რა, კალიდორში იყო მიმოფენილი და მთელი სკოლის სახელი ვიყავი მთელ სკოლაში, ესე ვთქვათ. კორიდორში მეორე სართულზე, სადაც ამასწავლებლო დირექტორატი და ყველა დადიოდნენ, იქ იყო მთელი ჩემი ნახატები გამოფენილი. ხო და ბავშვი ესე ხატავსო და შენ კიდე ორიანი გამოაყოლე მთელ განათლებაში შევცხოვით მაშინ განათლების სამინისტროც ისეთი იყო რა, აზანზარებდა ყველაფერს და ამ დირექტორმა პრინციპში თავიც დაიცვა, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. ამ ისტორიას იმიტომ გიყვებით, რომ მართლა სახალისო. და ეს ხატვის მასწავლებელი მოკლედ სკოლიდან დაითხოვა. მე რა თქმა უნდა ამის სურვილი არასდროს არ მქონია და ჩუმად ვიყავი ჩემთვის იყოს ეს ორიანი რა მოხდა მეთქი. მე შემდეგ ის ორიანი უცბად ისე მოხდა რომ ხუთიანი აღმოჩნდა ის ორიანი, იმიტომ რომ ესეთი გამოფენა აქვს ბავშვს ესე ხატავსო და შე კიდე გასაშვებიო დაუგუბე მთელი სკოლა და შევწუთ რაიონულ მასშტაბით და ესე დამთავრდა ეს ყველაფერი. ახლა ფოტოგრაფიას რაც შეეხება. ფოტოგრაფიაც აი ამ ყველაფრიდან დაიწყო, იმიტომ რომ ამ გამოფენების და მსგავსი რაღაცეების გაკეთების შემდეგ საჭირო გახდა ჩემი ნახატების სურათების გადაღება. აღმოჩნდა ისე, რომ სადღაც მაშინ ახლა ტელეფონებიც არ იყო, ვაფშე არაფერი არ იყო. ხალხი დღეს ჯიბეში გიდებთ, მთელი მსოფლიო, მთელი პლანეტა ტელეფონში, ჯიბეში გიდებთ და ძალიან ბევრს იმ დროს ინტერნეტი კი არა, ტელეფონზე დარეკვაც კი სახლის ტელეფონიდან ცოტა ისე ფუფუნებად ითვლებოდა იმ პერიოდში. დღეს ყველაფერი ჯიბეში გვაქვს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა არ ვაფასებთ და არ ვიყენებთ ისე, როგორც საჭიროა და როგორც შეგვიძლია მთელი პოტენციალით გამოყენება. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ აი შეადაროთ წინა რამოდენიმე ათეული წლების წინა ცხოვრება და დღევანდელი და მე იქნებ რაღაცის ფასი ისწავლოთ მაინც. ან ცოტა რაღაცაში გამოგაფხიზლოთ ჩემმა დღევანდელმა ვიდეომ და ამბავ. ჩემი პირველი აპარატი იყო Fedi. ესეთი ფირმა იყო, Fedi ერქვა. რუსული ფირმა იყო, ცოტა მოპარული ტექნოლოგია, იმიტომ რომ რუსებს ზენიტის ქარხანაც ხლიანად გერმანიიდან ყავთ წამოღებული და მე თვითონ დაიბრალეს. ომის შემდეგ თირიანი ქარხანა დაშალეს, წამოიღეს საწყეს და ზენიტი ეხა ჩვენია უთქვეს და შერჩათ ესე ხახუით, თუმცა ისტორიას ხო ვერ მოვატყუებ, რაც არის. ხო და ჩემი პირველი აპარატი მანამდე იყო Fedi. ყველაზე უბრალო, ყველაზე რაღაცა, ერთადერთი რაც მაგარი ფუნქცია ჰქონდა ამ აპარატს, ეს იყო
წინ ფოტო ელემენტი ეყენა და დაჭერამდე ავტომატურად რაღაც ექსპოზიციასავით თავისით განსაზღვრავდა, რა თქმა უნდა, იმ წლებში ეს ყველაფერი სისულელე იყო, ყველაფერი ხელით კეთდებოდა. არანაირი ავტოფოკუსი, არანაირი ექსპოზიცია, დიაფრაგმა, აბსოლუტურად ყველაფერი მანუალით იყო. ავტომატ დროს პრინციპში არც არაფერზე თითქმის არ არსებობდა. იმ წლებში და იმ დროს ვისაც დაწყებული აქვს საერთოდ ფოტოების გადაღება, ჩათვალე რომ დღემდე ის ძველი ფოტოგრაფი ითვლება ყველაზე პროფესიონალ ფოტოგრაფად. მე არ მომაქვს ამას როგორ ალაგებს კომპოზიციას და კადრებზე არ მაქვს საუბარი. უბრალოდ კუნთური მეხსიერება, როგორ მუშაობს კამერა, აპარატი, ლინზა, ყველაფერი. იმ დროინდელი ფოტოგრაფი დღეს ჩათვალე რომ უპროფესიონალესია, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ტელეფონებით ვიღებთ ამ ყველაფერს. იმ დროისთვის არც ეკრანი ქონდა კამერაზე, საერთოდ არაფერი არ ქონდა. ის კი არა გასახეთში, ესე ვთქვათ, რომ მიხედებოდით დაჩქაპუნების შედეგს მაინც ვერ ხედავდით. ანუ წარმოიდგინეთ, რა დონეზე უნდა გქონოდა გამოცდილება, კუნთური მეხსიერება, ეს ყველაფერი, ანუ ცოდნა, ISO როგორ უნდა დაგეყენებინა. ხო, მაშინ ფირებიც, მაშინ რა დღესაც ეგრეა, ფირებს ვინც ყიდულობს, იცის ალბათ, ხო? ფირები დაყოფილი იყო ISO 100, ISO 200, ISO 400 და იმის მიხედვით რისი გადაღება გესაჭიროებოდა, ფირით შესაბამისი უნდა გეყიდა ISO-ს მიხედვით. და დაჩქაპუნების შემდეგ სულ არ ნიშნავდა იმას, რომ შენი ფოტო გამოვიდოდა, ანუ ვაფშე 36 კადრია, ხო, ლენტაში და 36 კადრიდან შესაძლებელი იყო, რომ სულ ყველა გაგფუჭებოდა ვაფშე. ანუ იმ დროისთვის ფოტოგრაფია ძალიან დაფასებული იყო, ძალიან ფასდებოდა და საკმაოდ ისე ფუფუნების საგნათაც იყო, იმიტომ რომ ძვირიჯდებოდა ეს ყველაფერი. ანუ ფირის ყიდვა ცალკე იყო, თან არ იშოვებოდა, თან ველოდებოდი, მაღაზიებში ჩასაფრებული იყავი, რიგი იყო, თუ დაგაგვიანდებოდა, ვიღაცა იყიდოდა და შენთვის აღარ რჩებოდა და აი ესეთი ისტორიები იყო იმ პერიოდში. ანუ იმ დროს ფული იყო, მაგრამ საყიდელი არაფერი არ იყო. აი ესეთი სიტუაცია იყო. ეხლა პირიქითა, ყველაფერია, ოღონდ ფული არ. ბევრი რაღაცა ესე პირიქით შეიცვალა. მოკლედ, ამ ფირს ყიდულობდი 36 კაცს დააჩქაპუნებდი და შესაძლებელი იყო, რომ მიხვიდოდი დასაბეჭდად, ანუ დაბეჭდვაშიც ფულს თუ სხვაგან აბეჭდინებდი რა, ამაზე მაქვს საუბარი. დაბეჭდვაშიც ფულს გადაიხდიდი და ეს ფული ყველა გადაყრილად ჩაგეყრებოდა, იმიტომ რომ გეტყოდა ლაბორატორიაში, რომ ყველა კადრი გადაცეთრებულია, ან გაშავებულია, ან რაღაცა და მოკლედ არაფერი არ გამოვიდაო და просто ესე აგდებდი. მე ისე ახალ ფირს ყიდულობდი და ეს ყველაფერი რაღაცა დრო მიქონდა, ენერგია მიქონდა. წარმოიდგინე ის კადრები, რომელიც ძალიან გინდოდა რომ გამოსულიყო, ვაფშე არ გამოვიდა და საერთოდ ჩაშავებული ან გადათეთრებული იყო და ამ ყველაფრის შემდეგ ნელ-ნელა ეს უკვე გიჯდებოდა თავში, პრაქტიკა გემატებოდა და უკვე აი კადრს რო დაინახავდი, ანუ განათება როგორი იყო ექსპოზიციას, ავტომატურად ისი აყენებდი აი ამ პრაქტიკის და გამოცდილების შემდეგ, რომ всё, ჩამოყალიბდებოდი 1 წელიწადში, ალბათ, უკვე ისე გეცოდინებოდა ყველაფერი, რომ კუნთურ მეხსიერებაში გადადიოდა ეს ყველაფერი და აი დაინახავდი, თქვა, აქ ესეთი სინათლეა, იქ ისეთი სიგნალია და ავტომატურად აყენებდი ისე ამ მექანიკას ყველაფერს ხელით, მანუალით ისე აყენებდი, რომ всё, უკვე იცოდი, რომ ყველაფერი კარგად გამოს. ნუ პლუს მინუს რაღაცა პატარა ადგილი შეიძლება გაგყარულო ან ჩაშავებული ან გადათეთრებული, მაგრამ ეს უკვე იმ დროისთვის არაფრად არ ითვლებოდა. დღეს რო ყველაფერს ვაკვირდებით, აი აქ აი ამ წერტილში ცოტა რაღაცა ჰაილაიტები გადამწვარი გაქვს, ან იქ შადოუები, ჩლილები ძალიან ჩაშავება. იმ დროს ეს ყურადღება არ ექცეოდა, იმიტომ რომ იმ დროს სულ სხვა ფასეულობა ქონდა ფოტოგრაფიას და სულ სხვა, ესე ვთქვათ, ღირებულებები და ყველა მიცოდა რა წვალებასთან იყო დაკავშირებული და აი ამ დაჩხაპუნების შემდეგ სულ არ ნიშნავდა იმას, რომ ეს ფოტო გამოვიდოდა საერთოდ თუ არა. იმასაც არ იყო საუბარი, ვაფშე რაღაცას დაინახავდი თუ არა. ხოდა ჩემი პირველი ფოტოაპარატით აი ესე დავიწყე, სიარული, გადაღება, ყველაფერს ესე ვიღებდი, ვაჩხაპუნებდი, ოჯახის წევრები ქუჩაში, ყვავილები, ხო, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა შავ-თეთრით, იმიტომ რომ ფერადი ფოტოს გადაღება და შემდეგ
საკუთარი შესაძლებლობებით, ესე ვთქვათ, პირობებით დაბეჭდა ძალიან დიდი სირთულე და ძალიან დიდი ფუფუნებაც იყო. შავ-თეთრ ფოტოგრაფიაში ორი წამალი იყო, რუსულად პრაევი წელს და ზაკრიპი წელს ვეძახდით, მე წყალში გავავლევდი და რომელსაც მოგიყვებდი. ხო და შავ-თეთრზე ვიყავი ძირითადად ესე აპრობირებული და ორიენტირებული, იმიტომ რომ ფერადი ცოტა ისე ფუფუნებად ითვლებოდა, როგორც გითხარით. მერე პოლაროიდები შემოვიდა და ის ვაფშე სხვა თემა იყო. გადიოდა ესე წლები, 1 წელი, 2 წელი და ნელ-ნელა უკვე აი ეს ყველანაირად გამიჯდა უკვე ხელში ერთი და იგივე კამერა მქონდა, რა თქმა უნდა. არანაირი ავტოფოკუსი, როგორც გითხარით, არაფერი არ ქონდა. ყველაფერს აი ესე ხელით ასწორებდი, იქ ლინზების ცვლილებაზეც ხო ზედმეტი იყო საუბარი, იმიტომ რომ ეს ფედი, როგორც დღეს ბრიჯ კამერებს ვეძახით, რომელსაც ლინზა არ ეცვლება და პირდაპირ მთლიანად ზედ ესე ვთქვათ, მიდუღებული ლინზა, ეგეთი კამერა იყო ჩემი, ფოტოაპარატი ესე ვთქვათ. შემდეგ ვიყიდე დასაბეჭდი, ესე ვთქვათ, აი ეს პროექტორივით, რომელიც ზემოდან ესე ანათებს ფოტოქაღალდზე და დადებდი გახსნიდი და კეტავდი ფოტოქაღალდზე, გადავიდოდა ეს ექსპოზიცია, შემდეგ წამალში ჩადებდი, პირველ წამალში, მერე მეორე წამალში, ანუ პირველი ამჟღავნებდა, მეორე ამაგრებდა აი ამ ფენას და გამოდიოდა რაღაც ფოტო. მაგრამ მანამდე ეს ყველაფერი უნდა გაკეთებინა წითელ შუქზე. წითელი შუქი, იმიტომ რომ სპეციალური დამუშავება ქონდა აი ამ ფირებს, რომ წითელ შუქზე, ანუ ეს ფირი თუ შუქზე ამოიღებდი, ძველი დროიდან მოდის იქ რაღაც ვერცხლის ნარევი, რაღაცა ქიმიური სპეციალური შენარევი იყო, რომელსაც შეიძლება დაეფიქსირებინა ეს შემოსული შუქი, აი ეს გამოსახულება, ფიქსირდებოდა აი ამ ემულსიაზე, მაგრამ შუქზე არ უნდა გაგიხსნა ეს ფირი მთლიანად ყუთიდან არ უნდა მოგეღო, იმიტომ რომ პრასვეჩკას ეძახდნენ მაშინ, გადაგინათდებოდა ყველაფერი და გაგიფუჭდებოდა ყველა ფოტო. ამიტომ სპეციალურად წითელ შუქზე იყო გათვლილი ეს ყველაფერი, რომ წითელ შუქზე თუ გააკეთებდი ყველაფერს, არანაირი პრასვეჩკა და გადანათება არ გექნებოდა. ხო და დავიწყე ეს სიარული, ვიყიდე ეს რაღაც დასაბეჭდი, ეს წამლები, ბაჩოკი იყო, იქ რაღაცა უნდა ჩაგეხვია სიბნელეში ეს ლენტა, ესე ბრმად ხელებით, ისე რომ ერთმანეთზე არ დადებულიყო, თან ამასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ლენტა ესე რგვალად უნდა დაგეხვია აი ამ იმაში, რა ქვია, ბაჩოკში, არ ვიცი ქართულად რა ქვია. მერე წყალი უნდა ჩაგესხა, ანუ გამოსამჟღავნებელი სითხე, ეს ყველაფერი ქიმია იყო, ცუდი ქონდა, სხვათა შორის ერთი-ორჯერ მოვიწამლე კიდევაც პირში ჩამევიდა და ჩაასხავდი ამ წამალს, გამომჟღავნდებოდა ნეგატივი, პირველი ნეგატივი იყო ამ ლენტაზე. შემდეგ ამოიღებდი, უკვე შუქზე შეიძლებოდა ამ ლენტაზე ნეგატივის ნახვა, ჩვეულებრივად. მერე ისევ სიბნელეში ჩაიკეტებოდი წითელ შუქზე, აი ეს დასაბეჭდი პროექტორივით იყო, ანუ პროექციას ახდენ და უკვე ფოტოქაღალდზე, მე ლენტას აი ამ პროექტორში გავუყრიდი, ქვევით ფოტოქაღალდს დადებდი. გახსნიდი წითელი შუქის ნაცვლად თეთრი გამოვიდოდა, ანუ ეს შენი ფოტო ნეგატივიდან დანათდებოდა აი ამ ქაღალდზე და ეს ქაღალდი ისე იყო ქიმიურად დამუშავებული, რომ ნეგატივიდან უკვე პოზიტივი გამოდიოდა და შემდეგ აი ამ ხო, ზედმეტი არ უნდა მოხსნოდა, რა თქმა უნდა, თორე ეს ქაღალდიც გადაგინათდებოდა. აი ამ დანათების შემდეგ ამ ფოტოქაღალდს ესე შპილკით აიღებდი და ვანაში, ანუ პატარა ვანებივით იყო, სადაც კიდევ ეს გამოსამჟღავნებელი წამალი ესხა და ესე დაიწყებდი ნელ-ნელა დაქანავებას, ესე ვთქვათ, აი ამ ქაღალდის, აი ამ ვანაში და ნელ-ნელა იწყებდა ფოტოს გამოსვლას. ძალიან ბევრი დიდი, ისე ვთქვათ, ხრცლად გიყვებით ამ ისტორიას, მაგრამ ვინც არის ის ეს უნდა შეიგრძნოს, ესე ვთქვათ. ჩემგან სხვისგან გაიგებს თუ არა, რანაირი მნიშვნელობა არის. ეს ყველაფერი ვანაში ხდებოდა, ჩაბნელებული, წითელ შუქზე ირგვლივ ყველაფერი სიბნელე იყო, სიჩუმე იყო და მასაკი მაშინ ახლა პატარა მქონდა და რაღაც შიშები ყოლას გვაქვს იმ ასაკში. ხო და პირველად რაღაც პორტრეტი იყო, რომლის გამომჟღავნებაც და დაბეჭდაც მინდოდა და აი ამ ფოტოქაღალდზე სიბნელეში ნელ-ნელა რომ დაიწყო ეს გამოსახვა, აი ამ ფოტოსი ჯერ თვალებით დაიწყო, მერე ცხვირის ნესტები და ძალიან საშინელი სახე იყო რა თავიდან. ხო და შემეშინდა იმ დროს და უცბად დავიყვირე, აი ნელ-ნელა რომ გამოვიდა ქაღალდზე.
კარი გავაღე ყველაფერი იქ გაფუჭდა, ანუ დაშუქდა ყველაფერი და იმ პერიოდში ეს პატარა რაღაცა შემეშინდასავით და ის რაღაც მთელი მასალა იქ ყველაფერი გადამიშუქდა და გადავყარე. მერე უკვე მივხვდი რომ ტყუილა შემეშინდა, ესე უნდა ყოფილიყო და მერე უკვე დავიწყე აქტიურად ფოტოების ბეჭდა და ასე შემდეგ. ესე დაიწყო ყველაფერი, ანუ ეს ფოტოები, რა ვიცი, 30 წელი გავიდა იმის მერე, შეიძლება უფრო მეტიც, აღარ ვიცი ზუსტად მათემატიკაში ცოტა მიჭირს. მაგრამ მაინც რა ვიცი. ხო და რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს? დღეს ფოტოაპარატებიც, ტელეფონებიც ჯიბეში გვიდევს. საჯარო ბიბლიოთეკაც ჯიბეში გვაქვს, კამერაც ჯიბეში გვიდევს. ერთი უბრალოდ ხელში უნდა აიღო, უნდა დაგუგლო, ან პროსტა კამერის აპლიკაცია უნდა ჩართო, დააჭირო და შედეგს ეგრევე ხედავ. ეს ყველაფერი იმიტომ დაგძაბეთ ამდენი და იმიტომ მოგიყევით ეს ისტორია, რომ წარმოიდგინეთ ჯერ მოსასმენად რა რთულია და შემდეგ ეს ყველაფერი განსახორციელებად რა რთული იყო იმ დროს, იმიტომ რომ ფაქტიურად არ იცოდი რა შედეგს მიიღებდი ბოლომდე, სანამ დაბეჭდვამდე არ მიხვიდოდი. დღეს ყველაფერს დააჭერ თუ არა უკვე ხედავ. არ მაქვს ახლა მხედველობაში მე DSLR-ები, SLR-ები, ციფრულები რომ მოვიდა, ამ ყველაფერზე ერთ კარგ ვიდეოსაც გავაკეთებ და ჩემს საიტზე იქნება ამ ყველაფრის სასწავლებელი ვიდეოები, იმიტომ რომ როგორც ვატყობ YouTube-ზე ცოტა ისეთი მომაბეზრებელია მიჩვენია ჩემს საიტზე დავდო და ვისაც ნამდვილად აინტერესებს, ის შემოვა და უბრალოდ უყურებს. თუ აინტერესებს, არ დაეზარება ძმაო YouTube-ზე დაგედო და რაღაცა ეგეთი როჟები პირდაპირ გეუბნებით, კარგად ზანდებოდ. საიტზე იქნება, ამის ანონსაც გავაკეთებ და ვისაც აინტერესებს, ნამდვილად დაინტერესებულია, ის საიტზე დარეგისტრირდება კიდევაც და ვიდეოსაც უყურებს კიდევაც იქ. ამიტომ არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა YouTube-ზე ახლა ლაიკების გამო მე ამ ვიდეოს გადაღებას არ ვაპირებ, ვაფშე ნაკლებად მაღელებს. გადმოვინაცვლოთ ცოტა დღევანდელ დროს. რა ხდება დღეს? Smartphone-ები, კამერები, ციფრული, ვიდეო, კინო, პროფესიონალური, კონსუმერული. არ მინდა ახლა ეს ყველაფერი ცალკე თემად მინდა რომ განშტოებები გავაკეთო და ცალკე ვიდეოებს გავაკეთებ და როგორც გითხარით ეს ყველაფერი ჩემთან საიტზე იქნება, დავაანონსებ კიდევაც და მსურველებს რა თქმა უნდა გექნებათ შესაძლებლობა გადახვიდეთ, უყუროთ, აქ ისტორიაც იქნება, როგორ მუშაობს ყველაფერი და ძალიან ბევრი საინტერესო თემა. ეს ვიდეო უბრალოდ დიდი ხანი მინდოდა ჩამეწერა, როგორც იქნა გავაკეთე კიდევაც, ესე ვთქვათ. დღეს ინტერნეტში სავსეა ინტერნეტ ბლოგერები, ყველა ხრელიდან, ესე ვთქვათ, Instagram-ი, YouTube-ი, ყველგან გეუბნებიან, რომ ტელეფონით შეიძლება კინოს გადაღება, ტელეფონით უფრო უკეთესად იღებ ვიდრე კინოკამერა პროფესიონალი და მსგავსი რაღაც კურსში გაფსავენ, თვალებში ერთ რაღაცას გიკეთებენ და აღარ მინდა დავწრულამდე ამ ყველაფერზე და მსგავსი ბლოგერები გადაიჭედა მთელი ინტერნეტი და იცი რა არის, არ მინდა ახლა ვიღაცაზე რაღაცა ვიმსჯელო გამსაჯო და რაღაც ყველას თავისი გზა აქვს და ყველა თავის გზას იპოვებს. უბრალოდ ჩემი მხრიდან მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. ეს ბლოგერები, ვინც მობილური ფოტოგრაფიის, ესე ვთქვათ, მიმდევრები არიან და ვინც ხალხს ესე აჯერებენ განსაკუთრებულად და მაჯერებლად და გეუბნებიან, რომ უკან ფონი თუ გათხაპნე, всё, ეს უკვე კინოა, არ ვიცი, იცი რა არის, ცოტა არ იყოს, ჩემ გადმოსახედიდან ცოტა სასაცილოა. სხვები ესე დაბრიალებული თვალებით უყურებენ და მართლაც ჯერათ, ვისაც გამოცდილება საერთოდ არ აქვს. აბსოლუტურად ამ ქვეყანაზე არ იციან შუქი, ფერი, როგორ მუშაობს და ვაფშე კომპრესია რას ნიშნავს, Rec 709 რა არის, რა ფორმატი რას ნიშნავს და ასე შემდეგ. და ამიტომ ესეთი ადამიანები კი ესე თვალები გადიდებული ჯერათ, რომ აი всё, ტელეფონს თუ იგი არ აქვს მნიშვნელობა, Samsung იქნება, iPhone იქნება, Pixel იქნება. საერთოდ არ მნიშვნელობა. ერთი რამე ყოველთვის გახსოვდეთ, შეიგნეთ. აი ამ ფანქრის წვერის ხელა მატრიცა ჩვენს ტელეფონებში და კამერებში მინიმუმ 2 ინჩი საშუალო ფორმატი ხო საერთოდ უდიდესი მატრიცებია.
და ელემენტარულია ხო აი ფანჯერას რო უყურებთ რაც უფრო დიდი ფანჯერა გაქვთ სახში მით უფრო მეტი შუქი შემოგვიდგეთ ხო ესეა რაც უფრო პატარა ფანჯერაა მით უფრო ნაკლები შესაბამისად სენსორი რაც უფრო პატარა ძალიან მოკლედ გიხსნით და ძალიან მარტივად რომ პროსტა ვისაც გაინტერესებთ ეს თემა და რაღაცა რა თქმა უნდა კურსი რომელსაც მე ვაკეთებ ამ ყველაფერს ისტორიიდან და საერთოდ პიქსელი მატრიცა როგორ მუშაობს ამ ყველაფერს ჩემთან კურსზე ხსნი ფერი საიდან მოდის შუქი როგორ მუშაობს უпростоრად ფერი და შუქი ერთი და იგივე როა ქიმია და ფიზიკა ერთად არის ეს ყველაფერი და თვალი და ტვინი როგორ ხედავს როგორ გადახარშავს და რაღაც ამ ყველაფერს ხსნი როგორ არის მოწყობილი თვალი და როგორ არის მოწყობილი ჩვენი კამერის ლინზები სენსორები და ეს ყველაფერი კურსზე მაქვს ვისაც გაინტერესებს რა თქმა უნდა აკეთებენ ჩემთან კურსზე განაცხადი შემოაქვთ და 3-4 ადამიანი აბსოლუტურად ჩემთვის სრულიად საკმარისია იმისათვის რომ კურსი დავიწყო იმიტომ რომ ბევრი ხალხი კურსზე არ მჭირდება იმიტომ რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მინდა იყოს და ყველაფერი იყოს გასაგებენას. ხო და კიდევ ერთი ჩემ კურსზე ესეთი პირობა მაქვს 3 ლექციის 3 შეხვედრის შემდეგ თუ ვინმე მითხრა რომ შენი ახსნილი არ შემიძლია არ მესმის და ასე შემდეგო პირდაპირ ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე ფულს ურიცხავ უკან. ასე რომ დასაკარგი არავის არ აქვს და ყველას მოწონს. თან ყველა მიცნობს სამდენი წლის მანძილზე YouTube-ზე ჩემი ახსნა როგორია და რანაირად ხსნი, ყველამ ძალიან კარგად იცის და ბევრს აქვს სურვილი. უბრალოდ ერთი ყველაზე ცუდი მომენტი ის არის რომ მე ერთი ვარ თქვენ ბევრნი ხართ და ჯგუფებს ხშირად ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან მიგდები, ძალიან მღლის ეს ყველაფერი და რაღაც შესვენებებს ვაკეთებ. თან ჯგუფში 4 კაცზე მეტი არ მყავს და ამიტომაც ესეა. რაღაცა 1-2 თვის განმავლობაში ჯგუფს ავიყვან, მე ძალიან გადავიღდები, მე აღარ მინდა ასე თქვენი ფული არაფერი არ მინდა, ვისვენებ ხოლმე და შემდეგ ისევ ვაგრძელებ. ანკეტა როგორ უნდა შეავსოთ, ნახავთ, ძალიან მარტივია, კურსზე თქვენი იმეილი, ტელეფონი რომ დაგიკავშირდეთ, შევხვდებით და დავიწყებთ კურსს. ამ წუთას დაწყებული მაქვს კურსზე, ესე ვთქვათ, მზადების პროცესშია. 2 ადამიანი უკვე არის, 2 კიდევ არის საჭირო და ვისაც სრული გექნებათ, კი ბატონო, შეავსეთ, 2 ადამიანი შეივსება და ვიწყებთ კურსს. შემდეგი როდის იქნება? ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ ვიცი როდის დავიღლები და როდის შესვენება მომინდება, ეს ყველაფერი ეს. გადავიდეთ და უბრუნდეთ ისევ ჩვენს ტელეფონებს. საერთოდ YouTube-ზე როდესაც დაინახავთ, რომ ტელეფონს და ჩვეულებრივ კინოკამერას ერთმანეთს ადარებენ, ჩემი დიდი რჩევა იქნება, რომ აი ამ ბლოგერს ან ამ YouTuber-ს არ ვიცი რა შეიძლება დაარქვა, უბრალოდ ეგრევე ადეკით და დაბლოკეთ. რატომ? იმიტომ რომ ტელეფონის და დიდი კინოკამერის შედარება უბრალოდ არ შეიძლება. ამას უტვინოს მეტი არავინ არ იზავს. ან მეორე ვარიანტია თავისი მობილური ვიდეოგრაფიის კურსის გაყიდვა უნდა. ეხლა იტყვიან რომ მიშა შენ ხო კურსი გაქვს? კი, მეც კურსი მაქვს, მაგრამ მე ადამიანებს არ ვატყობ. მე ყიდი ჩემს გამოცდილებას, აი ეს ყველაფერი რაც ამ ვიდეოში მოგიყევით და მე გიხსნით საფუძვლებს და არ გაჯერებთ იმ სისულელეებს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ძალიან დიდი სხვაობა ჩემსა და იმათ შორის. ანუ საფუძვლებს გასწავლეთ, როგორ არის მოწყობილი კამერა, როგორ მუშაობს მატრიცა, მეგაპიქსელებს რატო უნდა გაეკიდოთ პიქსელები, აბსოლუტურად ყველაფერს. ანუ რა კნოპკას უნდა დააჭირო, იმას კი არ გასწავლეთ. რატომ უნდა დააჭიროთ და საიდან მოდის ეს ყველაფერი, იმას გასწავლეთ. ხო, კომპრესიებს რაც შეეხება როგორ შეიძლება ტელეფონით REC 709-ში გადაღებული საერთოდ რაღაც ფაილი შეადარო კინოკამერის RAW ფორმატებს. ესეთ დიდი სისულელეა. დადგებიან და ადარებენ iPhone-ით გადაღებული და არის კამერა, არის ვინც იცის საერთოდ ეს ფილმა ეს ბრედი, ინდუსტრიული სტანდარტია კინოებში და არის კამერებს ადარებენ ტელეფონებს და რაღაც მსგავსი მარაზმებით არიან დაკავებული. ამიტომ ნაკლებად დაუჯერეთ ხალხო აი ამ ადამიანებს და კი მესმის რომ ტელეფონით შეგიძლია ფოტოც გადაიღო, ვიდეოც გადაიღო, ძალიან ბევრი უმეტესობა ამავე ვიდეოს უყურებს ტელეფონში და ვერაფერს ვერ ამჩნევს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ ტელეფონითაც იგივე პროფესიონალურად იღებ ვიდრე კინოკამერებით, ეს არის ძალიან დიდი სისულელე და ჩემი დიდი თხოვნა იქნება უბრალოდ არ დაიჯეროთ, არ გამოიწეროთ ესეთი იუთუბერები. არც მე არ გამომიწეროთ.
უბრალოდ დამბლოკეთ, დისლაიკი გაუკეთეთ და ქვევით მიაწერეთ მიშამ არაფერი არ იცის. უფრო უკმაყოფილი ვიქნები, ვიდრე აი იმის გამომწერიც რო ხარ და ჩემიც ძალიან მეწყნება. ზოგადად ყველა ბრენდი ხალხურ მარკეტინგში ძალიან დიდ ფულს დებს და არც არის გასაკვირი, რომ ყველა ბლოგერს აქვს რაღაც გარკვეულ წილად რაღაცა ფული გადახდილი, აღებული, იმიტომ რომ ძალიან ელემენტარული, აი დააკვირდით ერთ რაღაცას. როდესაც ახალი гаджеტი, არ აქვს მნიშვნელობა, ტელეფონი იქნება თუ რაღაცა гаджеტი. აი YouTube-ზე უბრალოდ ერთ რაღაცას დააკვირდით. როდესაც ახალი гаджеტი გამოდის, ზუსტად 10 წუთის მანძილზე ყველა უცხოური ცნობილი იუთუბერი, აი 10 წუთის პერიოდში ერთად რო ყრის ამ гаджеტზე ვიდეოს. ამას ხო დიდი არაფერი ცოდნა არ ჭირდება. ძალიან მარტივია, ელემენტარული. Samsung-ი იქნება ეს, Apple-ი იქნება თუ მსგავსი სხვა ბრენდი, მარტივად აგიხსნით ყველაფერს. ეს ბრენდები ამ ცნობილ მილიონიკ ბლოგერებს, ანუ მილიონობით გამომწერებისაც ყავს, ხელშეკრულებებს უდევენ ჩვეულებრივად ემბარგოზე ხელს აწერნებენ, რომ ახალ გამოსულზე რაღაცა ერთი თვის მანძილზე, ერთი კვირის მანძილზე არ გაქვს უფლება იქ რაღაცა დეტალური მიმოხილვა გააკეთო და ხელს აწერს იმაზე, რომ არ შეიძლება დააკნინოს, არ შეიძლება ცუდი რაღაცა თქვას ამ ბრენდზე რამოდენიმე თვის მანძილზე. პირდაპირ უბრალოდ უფლება აქვს, აი ნახეთ რა მაგარი ტელეფონია, გამოვიდა ახალი, ყველაზე მაგარია მსოფლიოში, ესეთი ჯერ არ ყოფილა, დააჯერებენ მილიონობით თავის აუდიტორიას, სწავლენ, აყიდინებენ და შემდეგ 2-3 თვის მერე დაჭყამული სახეებით გამოდიან. ესე რომ თურმე არც ისეთი კარგი არ ყოფილა, ბოდიშით რო გაყიდინეთ, ნუ რა თქმა უნდა ამას არავინ არ ამბობს, ბოდიშს არავინ არ იხდის, მაგრამ იმ ხალხმა ვისაც უკვე დააჯერეს და აი ამ ფირმებმაც და კორპორაციებმაც უკვე თავის ფული მოჭრეს და ეხლა ამ ბლოგერებმა რაც გინდა ელაპარაკონ, ის თავისი დასაწყისში რა სიყვარულიც უნდა დაეთესათ, უკვე დათესილია, კლიენტურაც უკვე ნაყიდია, დაჯერებულია, თვალებში და ყურებში ჩააფსეს და ამით დაამთავრეს ეს ყველაფერი. შემდეგ ამ ბლოგერებს რაც უნდათ მერე ის უთქვიათ. პირველი ის შესრულებულია, ანუ პირველი ეტაპი და გაყიდულია ჩვენი ტელეფონები ან ჩვენი гаджеტები. ხო, ესე მთავრდება ეს ყველაფერი. დააკვირდით, ძალიან მარტივია. ყველა ბლოგერს როდესაც შეკრიბავენ, თუ ძალიან ცნობილია და ვაფშე სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, თვითმფრინავის ბილეთსაც უღებენ, სასტუმროსაც მაგარს უბრუნავენ. ერთი ტელეფონის მაგივრად 7 ცალს აძლევენ ყველაფერისას, ფაქტიურად არც არაფერს არ ყიდულობენ. ჩემთან რო დაწერთ ხოლმე კომენტარებში ერთი ძმაო ამის განხილვა გამიგეთე, ეს ერთი ძმაო ამის განხილვა საწყანად არ მაქვს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ინფორმატიულ თვალსაზრისით გეუბნებით. ერთი ძმაო ამის განხილვა $1500-2000 უნდა დამიჯდეს. რა თქმა უნდა, ყველა ახალი გამოსული гаджеტისთვის არ მაქვს მაგდენი ფული და რევიუებს შეძლების დაგვარად გიკეთებთ ისეთ რაღაცებზე, რასაც ჩემ ფულს ყიდულობ და ჩემთვის ყიდულობ, ან ვიღაცას ვეთხოვე, გამოვართვი და დღეს ტელეფონი ზოგადად ძალიან ესეთი ინტიმური თემაა, ძალიან ძნელია ვიღაცას ეთხოვო და გამოვართვე, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლია ეხა შენ ტელეფონს ვიღაცას ხო არ ათხოვ, თან ჩართულს გამართულს უკვე მუშა პროცესში იცი რომ ვიღაცა ან კი მესიჯებს, ან მეილი მოგდის, ან ნუ არ არსებობს და 1 საათით გამორთმეულ ტელეფონის რევიუს კიდე მე თვითონ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ უნდა მოვიტყო, იმიტომ რომ უნდა გითხრათ ამ ტელეფონს ელემენტი როგორი აქვს, როგორ იქცევა საერთოდ, ანუ ნებისმიერ гаджеტთან მინიმუმ 1 თვე თუ არ იცხოვრე, გამორიცხულია ესეთი რაღაც, ვერავინ ვერაფერს ვერ მოგიყვება. აი რასაც გიყვებიან 1 კვირით ადრე გამოსულ гаджеტებზე, ყველაფერი ტყუილი რეალურად. არაფერი სინამდვილეს არ შეეფერება, იმიტომ რომ ვერ გაიგებ ფიზიკურად როგორ მუშაობს და როგორ გიძლებს ელემენტი, იმიტომ რომ აპლიკაციები უნდა დააყენო, შენი ყოველდღიური სცენარი უნდა გათვალო, როგორ ამუშავებ, როგორ ტვირთავ ტელეფონს. ეს ყველაფერი მოქმედებს. ცარიელი ტელეფონი, რა თქმა უნდა, ჩართავ თუ არა, შეიძლება 1 თვე იმუშაოს ელემენტმა და არ დაჯდეს, იმიტომ რომ არანაირი აპლიკაცია არ გაქვს ჩართული, არანაირი აპლიკაცია ინტერნეტს არ ჭამს, შესაბამისად 5G-ზე თუ მუშაობს, უფრო მეტი ელემენტი მიაქვს, უფრო მეტი დატვირთვა და ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელსაც არავინ უბრალოდ არ გეუბნება. გეუბნებიან რომ всё, ნახე რა მაგარი ტელეფონია, 5000 მილიამპერი აქვს. სულ არ ნიშნავს 5000 მილიამპერი იმას, რომ უფრო დიდ ხანს გაძლებს, ვიდრე 3000 მილიამპერიანი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ოპტიმიზაციაზეა დამოკიდებული და ძალიან ბევრი ნიუანსია. ამიტომ, ნუ აი ესე ხდება. ჩემი მხრიდანაც ფიზიკურად
რისი შესაძლებლობაც მაქვს იმ წუთას, რასაც შევიძენ ჩემთვის, ან კიდევ ერთხელ გეუბნებით თუ ვინმეს ვეთხოვე გამოვართვიან რაღაც ხალხი რაღაც გავაკეთე, reviews გიკეთებთ ხოლმე. თუ არ და ნუ უბრალოდ არანაირი სურვილი არ მაქვს ვიღაც ბრენდთან რაღაც ხელშეკრულებაზე ხელი მოვაწერო, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ ზუსტად იგივე რაღაცაზე ვაწერ ხელს, რომ ცუდი არ თქვა, მარტო კარგი თქვა და ჩემიანებს, ჩემ გამომწერებს უნდა მოვატყო. ამის გამკეთებელი კიდე უბრალოდ არ ვარ და ჩანს კიდევაც ქართულ სივრცეში YouTube-ზე ვისაც გაყიდული review აქვს და ვის აქვს ნამდვილი review. მე მაგალითად ნებისმიერ ფირმაზე შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, რომ მაგარი სირობა არის. კიდევ ერთს ვერაფერს ვერ მეტყვის. მაგრამ ის ბლოგერები, რომლებიც წინასწარ უკვე გაყიდული აქვს და ხელიც აქვთ მოწერილი, აი უბრალოდ შეგიძლიათ სთხოვოთ აი ამ ბლოგერებს, თუნდაც დიდი ხნის განხილ გაჯეტზე, პროსტა ჩაწერე ვიდეო და თქვიო აი ამ ბრენდზე მაგარი სირობა არისო და ვერავინ ვერ იზავს. 99% ამას არ იზავს, იმიტომ რომ იციან რომ უნდა დაემშვიდობონ შემდეგ ახალი იმავე ბრენდის გამოსულ გაჯეტს და ცხოვრებაში ვერასდროს ვერ ეგეცებიან ამ გაჯეტის ჩუქებას, ამ თხოვებას, იმიტომ რომ ეს ბრენდი უბრალოდ ეთქვის სულ კარგად ბრძანდებოდო და დაემშვიდობე ჩვენთან ურთიერთობას. ეს იქნება და ეს. ჩემთან მე ნებისმიერ დროს შემიძლია ნებისმიერ ბრენდზე ჩავწერო ვიდეო და შემიძლია თქვა, რომ მაგარი ძღნერია ეს ტელეფონი, მაგარი სირობა ეს გაჯეტი და ვერცერან ვერაფერს ვერ მეტყვის, იმიტომ რომ არაფერზე ხელს არ უწერ, არანაირ ხელშეკრულებაზე არ ვთანხმდები. ჩემ აზრს მე არ ვყიდი. კომენტარებში ველოდები თქვენს უკავშირს, თუ დაგაინტერესებთ მსგავსი ფორმატის ვიდეო, მზად ვარ ჩაგიწეროთ. კარგად დროებით. დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ, რომ გამიძელით. შემდეგ ვიდეოში კარგად peace.